ვერშია იმედის კვირა, დღევანდელ გადაცემაში თქვენს თვალწინ ურემი გადაბრუნდება და გზა მერე გამოჩნდება. გლის თავზე სახარებას წაიკითხავენ, კედელს ცერც შეაყრიან, მეზობლის ქალს ხელს ახლებენ და ფეხებზე დაიკიდებენ, რომ ისიც შინაურია. ხარ-ხართან დააბამენ და ვნახავთ ფესრისთვის თუ ზნეს მოკლეთ, რომ არ გადართოთ, ყველაფერზე ვართ წამსვლელი. მაშასე, რა არის დღეს ხალხის ეკონომიკური სიუხჭირის მიზეზი? გაუფასურებული ლარი თუ გატუტუცებული დოლარი? ხადური ჭამს ფულს თუ ფული ხადურს? რა გველის წინ ეკონომიკური კოლაფსი თუ ფინანსური კრიზისი? ყველა ამ კითხვაზე დღეს სტუდიაში პასუხის მისაღებად მოვიწვიეთ ეკონომიკის ექსპერტი თამარ კანკავა. ქალბატონო თამარ, გთხოვთ. გამარჯობა ქალბატონო თამარ. ეხლა მთელი საქართველო ჩვენ გვიყურებს და ხალხს აინტერესებს, სად არის გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან და არის კი საერთოდ ეს გამოსავალი? როგორ ფიქრობთ თქვენ? მე ვესალმები ტელემაყურებელს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ლარის გაუფასურება ეს არ არის გამოწვეული დოლარის კურსის აწევით. იგი არის გამოწვეული ლარის მყიდველობით უნარიანობის დაცემით, რამაც გამოიწვია მყიდველობით უნარიანობის დაქვეითება ჩვენს ქვეყანაში და გახდა მიზეზი მედიკამენტების ფასის მატების. გასაგებია. ოიც ეს რა არის ინგა ეს გადაცემას რეიტინგი უვარდებაო და ყურებადობა არ არის და ანუ გადართეს სხვა არხებზე. ხო გადართეს და სკანდალი გააკეთეს. ქალბატონო თამარ უნდა ადგეთ ერთი წუთით. განაგრძეთ რაზე საუბრობთ, რა სჭირს ჩვენს ეკონომიკას დაწყვილებით მოგვიყევით ამის შესახებ ყველაფერი გიცნენ. ესე იგი, ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ეკონომიკის 6%-იანი ზრდის მაგივრად ჩვენ მივიღეთ 4%-იანი ზრდა. რამაც გამოიწვია ის, რომ მსოფლიო ბანკმა საქართველო მიაკუთვნა B კატეგორიის ქვეყნების რიცხვს, რაც ძალიან სამწუხაროა. ძალიან დიდი მადლობა. სკანდალის აიწია ყურებადობა და ძალიან კარგი გააგრძელეთ თქვენ. რასაკვირველია ამ ყველაფერს აქვს თავისი გამოსავალი. ჩემი აზრით ეს უნდა ვეძიოთ ჩვენ იმაში, რომ ქვეყანაში აუცილებლად უნდა შეიქმნას საწარმოები, სადაც დასაქმდება ჩვენი მოსახლეობა და უნდა შეიქმნას დოვლათი. ჯაჯანიზის შოუს რეიტინგი დაეცა და უნდა შიშველის დოლარი გუნდა რა. ვით გააგზავნე, ჩვენ გააგზავნე. კარგი, დავწნარდეთ. კარგი, მოდით გადავიდეთ უფრო ცხელ თემებზე. ვინ არის ეკა ყურშიდაშვილი და რა კავშირი აქვს მას საპატრულო უფროსთან დავით ცინარიძესთან? ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ არნახული პოპულარობა ჰპოვა და დღევანდელ გადაცემაში სწორედ ამ ვიდეოს მთავარი გმირი ეკა ყურშიდაშვილი გვეყოლება სტუმრად. ქალბატონო ეკა, ერთი წუთით. ქალბატონო ეკა, როგორ მოგწონთ? კარგია თუ არა პოპულარობა? გისმენთ? კამერები ხო ჩართულია? რა თქმა უნდა ჩართულია. ნინგა დათ. ქალბატონო ეკა, კარგია თუ არა პოპულარობა? რა თქმა უნდა ძალიან კარგია პოპულარობა, იმიტომ რომ მე ძალიან პოპულარული გავხდი, ბევრ გადაცემაში მიმიწვიეს. მაია ასეთიანს ვყავდი პროფილში, იმედზეც ვიყავი ძალიან ბევრ გადაცემაში ოთარატიშვილთან და თუ შეიძლება მაინც დამთავრდება ეს გადაცემა? რატომ, სად გეჩქარებათ? საპატრიო პოლიციის წინ მიხსნიან ვარსკვლავს და რო არ დამაგვიანდეს. რატო დაგაწერა ეგა პატრულმა რა? რატო დაგიწერა 40 ლარიანი ჯარი? იცი რა, დუტა 40 ლარზე არ არის აქ ლაპარაკი რა. პრობლემა არ მაქვს მე 40 ლარზე. რა იცი რომ იცი რა არის დავით აღმაშენებლით საქართველოში სადაც პატრული აჩერებს გოგოს და აჯარიმებს, უბრალოდ სირცხვილია ესეთი ფაქტი რა. ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო რა, როგორც აი ეს ამბობდა ის პოეტი რო არის. ვინ? რომელი? ირაკლი წერეთელი. ეგ ირაკლია თუ აკაკი გენაცვალე. ხო აი ლამბერსექსუალია წერებიან ესეთი თეთრ წერებში იყო, რა მნიშვნელობა აქვს?
მე არ მესმის ადამიანი. ერთი კითხვა მაქვს რა შენთან, რა ძალიან მაინტერესებს უბრალოდ აი რატომ აგინე პატრულს? შეგიძლია პასუხი გამცე ამაზე? პატრულს იმიტომ აგინე რომ ესე იგი ველაპარაკებოდი დათკა სცენარიძეს და ამ დროს ჩაერთო და ვერ გავიგე რა ეს არ არის საკმარისი. რანაირად იქ ვიდეოში საერთოდ არაფერი არ ჩანს რომ რაღაც შეურაცხყოფას არ გაყენებთ პატრული თქვენი. რანაირად. მაგრამ როგორ არ მაყენებს იქ შეურაცხყოფას მაყენებს ზუსტად შეურაცხყოფას მაყენებს იქ პატრული. დიახაც ერთი წუთი ბოდიშს ვიხდი. ერთი წუთი ბოდიშს ვიხდი. ხო. ფარმესმის. ტელევიზიიდან მირეკავენ ბოდიში. დიახ. დიახ გისმენთ? რომელი ტელევიზია კი მოვალ აუცილებლად საღამოს 8 საათზე ხა გაითვალისწინეთ რომ უნდა მომაკითხოს თეთრმა ლიმუზინმა. თეთრი ლიმუზინი მოვიდეს ხო და საგრინიეროში იყოს ესე იგი ბურგუნდიული ღვინო 1700 წლის 2 ჭიქა შრალი დიახ 2 ქოქოსის ეგრეთ წოდებული კაკალი დიახ ჩაიწერეთ და ღანძილი დიახ ღანძილი დიახ ბოდიში ხთი რა რო ეს განაგრძეთ ჩვენ გისმენთ. მომაყენე შეურაცხყოფა დიახ შეურაცხყოფა მომაყენა დიახ და ბოდიშის მოხდას ხომ არ აპირებთ საზოგადოების მიმართ? რა შეიძლება ბოდიშს მე მინდა ბოდიში მოუხადო თელ საზოგადოებას მაიცობა ესეთი უგელური რაღაცები ვილაპარაკებ თელ საზოგადოებას მინდა ბოდიში მოუხადო ბავშვებს გასაგებია აი მე როგორ თამაშობ ეკა გასაგებია ყველაფერი მაგრამ ეხლა მიუზრდელე პროდიუსერი მათყობინებს რომ მაყურებელმა სხვა არხებზე გადართვა დაიწყო და ეკა მეტი აქტიურობა გჭირდება თქვენგან და რამე გააკეთეთ ისეთი რომ რეიტინგმა აიწიოს ბოდიში ხდი გამაჩერე მაგ და მაგა ნაბა რა მეკრე ხა ვერ გავიგე კარგია აიწია თუ რეიტინგი აიწია განვაგრძოთ თელაველი გიხამრა ეგეც არა საჭირო ეკა გასაგებია ეხლა კი მინდა მეორე მხარეს მოусმინოთ და ჩვენ შემოგვიერთება პატრულის თანამშრომელი რომელიც მოგვიყვება თავის ვერსიად გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ გამარჯობა გამარჯობა მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ რა სიტყვით თქვენ ამ თემაზე რა ვიცი რა უნდა ვთქვა ეხლა ნუ ეს შემთხვევა მოხდა დაფიქსირდა და ესეც ვერაფერს ვერ ვიტყვია აი მე ბოდიში ერთი წუთი რა ხო შეიძლება რომ ჩავერთო რა თქმა უნდა შეიძლება აი ეს რომელი ეკიპაჟია თქვენი ბოდიში 305 როგორ 305 305 ხო 305-ია ხო თქვენი ეკიპაჟი მანქანაში რო ვიჯექი მოიცა 305 რომელი ზუსტად ვერ გიხსენებ მანქანაში რო ვიჯექი მანქანაში იჯდა ყველა რომელი აი ის დედა არა და მეორე თავგასიებული თავგასიებული ხო და ერთი წუთი მომხედეში თავგასიებულა რით ვერ გაიგე რომ ეგა ყოშტაშვილი არ უნდა გააჩერო გაიგე რა ვერ დაიმახსოვრე ჩემი მანქანის ნომერი ერთი ამიხსენი რა ერთი რაღაცა მინდა კითხო რა უბრალოდ რა გისმენთ კი შენ შეგიძლია რომ ყოველ დღე მაგალითად მე დაგირეკო 40 ლარიანი ჯარიმა გამომიწერო და შენ არ გადამახტებიო შენ შეგიძლია არა ეგ არ შემიძლია ხო 40 ლარიანი რო არ გადა ეგ არ შემიძლია აი ცინარიძეს კი შეუძლია შენ შეგიძლია მაგალითად რომ წითელზე გავიარო მე დავარღვიო ძალიან ბევრი მოძრაობა დავიჯახო ერთ მანქანას მე მეორე მანქანას გამოვიდე პატრულს ვაგინო და ამაზე არავინ პასუხი არ მომთხოვ შენ შეგიძლია რას ლაპარაკი კანონ დარღვევა არა ეგ ნამდვილად არ შემიძლია ხა მაგას აი ცინარიძეს კი შეუძლია შენ შეგიძლია ყოველდღე ამის მერე ესე იგი უპასუხისმგებლოდ იქცეოდე მაგალითად ისევ იმ თანამდებობაზე იყო და არა ყველაფერი ფეხებზე გეკიდოს შეგიძლია არა იგივე თანამდებობაზე არა არ შემიძლია ეგ აი ცინარიძეს კი შეუძლია ბოდიში რა ინდა შეიძლება ეს კითხვა მაქვს ადამიანთან მე მაინტერესებს თქვენ რა კომენტარი შეგიძლიათ გააკეთოთ აი ამ ფაქტთან დაკავშირებით უშუალოდ და აი რითი უნდა გაიმართლოთ თავი უბრალოდ ანუ პატრულს მიმართავთ ხო დიახ კარგი დიდი მადლობა რომ აი მომეცა ამ საშუალება რომ აი ამ კითხვაზე გამეცა პასუხი მე ხა ეს ქალბატონმა და პატრულს ხმა გაუდიშ აი ხომ ხედავთ პოლიციელი ხმას ვეღარ იღებს იმიტომ რომ გასასამართლებელი საბუთი არ აქვს არაფერი ანუ იგი დამნაშავეა განვაგრძოთ ეხლა მე მინდა რა ერთი რაღაცა მინდა თქვა ახალ ხო რომ მართლა მინდა რომ რა ვიცი პატრულს მინდა რომ მართლა ბოდიში მოუხადო რა მართლა იმიტომ რომ მართლა გაგაჩერებთ ეს ბოდიში მოუხადო კანონს როდესაც არ ღვევთ ანუ იმისთვის უნდა შეგეძლოთ რომ არა კორექტული ვიყავი ძალიან ბოდიში ხდით ესე ბოდიში ესე არ ხდება რა აი ეს ამ აქსაკმეს ბოდიში არ უშველის რა ისა თუ შეიძლება რა იცი რა მე რო ნამდვილად ბოდიში ვიხდი რა მართლა ბოდიში მე გეუბნებით კიდე ბოდიში არ უშველის მაგსაკმეს უნდა გადაიხადო ჯარიმები და ბოდიში მართლა არ არის გამოსავალი შენ არა
ერთი წამი ეს უკვე ყოველგვარ ზღვარცდება. რა ხდება ბოლოს და ბოლოს პირდაპირ ეთერში ვართ თუ რა არის? რაგინა კაცო თელაველია, რაგინა. რა ხია თელაველია, როგორ შეიძლება ესეთი ბოლოს და ბოლოს ბავშვები უყურებენ ტელევიზორს და სირცხვილი რა არის ეკა, რა საუბარი? ან პატრონს როგორ შეიძლება ესეთი შეურაცხყოფა მიაყენო? რა თქმა უნდა შეიძლება. აი არ მესმის, მართლა არ მესმის. მოიცა ვერ გავიგე პატრული რომ მელაპარაკება მე და მე რო ცინარიძე ზურეკავდა მეუბნები რომ ეს შეურაცხყოფა არ არის? არ არის გენაცვალე არ შეიძლება როგორ შეიძლება ადამიანს უბრალოდ უშუალოდ მიაყენოს შეურაცხყოფა რა ხდება მართლა არ მესმის. სუდელავია, რა ქვია სუთელავია, სუგულავია, სირცხვილია, ელემენტარული თავხედობაა, მეტი არაფერი არ არის. სირცხვილია, სუთავხედობა. რა სირცხვილია, რანაირად ლაპარაკობ, თუთა როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? მე მართლა არ მესმის რა. სუხერხულია, როგორ შეიძლება? აი მე ვინ გაესხა თავს დუტას ხილყლაზე და საიდან მოხდა მასკეთაში მუშტი ვინ გაუკეთა ნანიკო ხაზარაძეს მოგვერდი პირდაპირ ეთერში ვინ გათიშა სკანდალური სტუმარი ელექტროშოკი და როგორც გითხარით მოკლედ ჩვენ გვიყურეთ ჩვენ და ნუ გადავთავთ სხვა არხზე ხომ გითხარით რეიტინგისთვის ყველაფერზე ვართ წამსვლელი კარგად ბრძანდებოდეთ